მაგრამ მე თქვენის ნებართვით ყურადღებას გავამახვილებ დღევანდელ ქრისტიანებსაც, რომლებსაც რაღაცა გონიათ, რაღაცა წარმოდგენები აქვს საკუთარ თავზე, საკუთარ მდგომარეობაზე, სულიერებაზე და იცავენ მართლმადიდებლობას ჭყალებში, იცავენ ქრისტიანობას სხვა ვიღაცებისგან. ჯერ აქვე მინდა აღვნიშნო და თქვა, რომ ჭეშმარიტებას დაცვა არ ჭირდება. მართლმადიდებლობას დაცვა არ ჭირდება. საჭირო არის მართლმადიდებლობას ცხოვრება. საჭიროა ჭეშმარიტების აღსაარება. ანუ აღსარებლობა. ჭეშმარიტება თავად იესო ქრისტე არის და არა მისი დაცვა. თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ ღმერთი რა დიდი წარმოდგენა არის საკუთარ თავზე, არა? მაგრამ თქვენ წარმოვიდგინეთ, არიან ამგვარი ადამიანები, რომლებსაც ქვიათ, ეძახიან საკუთარ თავს ქრისტიანებად, უწოდებენ თავიანთ საკუთარ თავს და იცავენ ქრისტიანობას. მაგალითად, ახო წარსულში იყო ასეთი ბასმ ყალავიშვილი, არა? გახსოვთ, როგორ ჯვრებით ურტყავდა თავში ჯვრებს, იელოვას მოწმენებს. ის იცავდა ქრისტიანობას. არიან დღეს ადამიანები, რომელსაც რაღაცა აზრები აქვს გაკრიტებული თავიანთ თავში და გონიათ, რომ ეს არის დაცვა ქრისტიანობისა. მათ შორის ქრისტიანებისგან დაცვა ქრისტიანობისა, ეს საოცარი არის, რა, მდგომარეობა, რა. მარტო ისინი არიან ერთგულნი ქრისტეს მცნებისა, ასე გონიათ ყოველ შემთხვევაში და წარმოგიდგენთ რა იქნება? აი ის იქნება, რომ რაც პირველი მაგალითის თქვი მე თუ რა მდგომარეობაა ნამდვილი ქრისტიანობისა, პირველი ირღვევა, მათ პირველი არ გააჩნიათ სიყვარული. თუმცა სიყვარული არის მთავარი ქრისტიანობაში. იმიტომ რომ მათ მიაჩნიათ, რომ ისინი არიან რჩეულები, მარტო ისინი არიან რჩეულები, აქ ლაპარაკი არის ქრისტიანობის ეკლესიის შიგ მდგომარეობას ლაპარაკობთ ამ შემთხვევაში, და რაღაც სექტებზე. ისინი არიან ის რჩეული ხალხი მარტოოდენ ყოფენ ეკლესიას ჩვენიანებად და სხვისიანებად ერთ ქრისტეს ეკლესიის სხეულს ყოფენ, ანუ ჩვენიანებად და სხვისიანებად უკვე ეს უკვე უკიდურესი უსიყვარულობის გამოვლინება არის და სადღა არის ქრისტიანული ეკლესია მაშინ თუ იქ სიყვარული არის. სადა ის მცნება იყვარებოდეთ ურთიერთას უკვე აღარ არის. ხო? სამაგიო და ბოლო ფრაზა რაც ნათქვამია დღევანდელ სახარებაში ზუსტად ესადაგება ამ ადამიანებს და ვიმძლო რომ კიდევ თქვენ უადიღოთ ეს მდგომარეობა და არ აღმოჩნდეთ ამგვარი გარემოცვის გარშემო, იმიტომ რომ ეს სიტყვები ეხება ამ ადამიანებს, ამგვარად მოაზროვნე ადამიანებს, ამგვარად გატკეპნებულ ადამიანებს თავის ცნობიერებაში, რომლებშიც არანაირი ქრისტიანობა სტატამალი აღარ არის, უბრალოდ უსიყვარულობა არის, იქ ქრისტე აღარ არსებობს უკვე. იქ წმინდა გიორგი მითოლოგიაა მარტოოდენ და ეროვნული ღირსება, მეტი არაფერი. ეს ადამიანები მზად არიან დაიცვან კბილებით, იარაღით, თოფებით თუ ხელკეტებით მართლმადიდებლობა და თავპირით დაუმტვრიონ სხვას ამის გამო. კიდე გითხარით რა სიგიჟეა ეს, არა? მათ შორის თავად ქრისტიანებს, ერთი ეკლესიის წევრებს და ეს უბრალოდ ცხადდება რა. თუმცა ბევრი თქვენო მოწაფეებს ეუბნება იესო ქრისტე, თუმცა ვინც გდევნითო თქვენო და ტანჯავს და გაწამებსო, ის იმ ხარეზე ლაპარაკობს, ვინც და მათ გონიათ რომ ღმერთს მსხვერპლწირავენო, ანუ ღმერთისთვის სასიკეთო საქმეს აკეთებენო. მათო ეგონებათო, ვინც თქვენ გდევნიანო და მედრიან. მათაც ასე გონიათ რომ ისინი აკეთებენ საღვთო საქმეს. ქრისტეს საქმეს აკეთებენ დედამიწაზე, საქართველოში, აქ, ამ დროს, ამით ანგრევენ ეკლესიას, ხილულ მიწაზე ეკლესიას. ანგრევენ, იმიტომ ანგრევენ, რომ დასანგრევია ალბათ რა, დასაოცარი სიტყვებია რა. იმიტომ რომ ვისაც გონია და მართალია გონია რომ ბჭენი, ჯოხეთსალი ვერ მოერევიან ეკლესიას, კი ეს ასია და ასე იქნება. მეორე მოსვლამდე, მაგრამ
იქ ხარსად არწერია რომ საქართველოში ვერ მოერევა მაინდა-მაინცო. ლაპარაკია დედამიწაზე ყოველთვის იქნება ჭეშმარიტი ეკლესია და კრებული, მაგრამ საქართველოში იქნება ეს არწერია არსად. მით უმეტეს იერარქიით და ყველაფრით მოწყობით ბოლომდე მეოთხმოსვლამდე რა. აი ეს ხალხია ის ხალხი, ვინც აი ამ ყველაფერს აკეთებენ უსიყვარულობით და ანგრევენ დროზე ადრე აი ამ ეკლესიას და დანგრევა რა არის იცი? დანგრევა არის ის რომ თანამედროვე ადამიანებს, აი ახალგაზრდა თაობას რა, უკვე რომ დაინახავენ და შეხედავენ აი ამათ ქრისტიანობას ჭყალებში, ამათ სიყვარულს ჭყალებში რა, აღარ მოუნდებათ მე ქრისტიანობა. გესმით რა არის? როცა დაცარიანდება ეკლესიები, დანგრეულია უკვე, მიწაზე ეკლესია რა არის? როცა აღარავინ არ იქნება ტაძარში მოსული ერთი ადამიანის გარდა, ეს იქნება ეკლესია დედამიწაზე მეოთხმოსვლამდე? მე კიდე გეუბნებით, ეს დაწყებულია ეს ტენდენციები რა და ამას სოფლის სული იმარჯვებს, სწორედ აი ამ ადამიანების გამოიცობით, ვინც ეკლესიას შიგნით ანგრევენ თავიანთი ჭყალებში მოშურნელობით, უსიყვარულობით და ჭეშმარიტების დაცვით რა. ჭეშმარიტებას დაცვა არ ჭირდება რა. ჭეშმარიტება შედგომა ჭირდება და ასე ცხოვრება ჭირდება. დღეს აღარ ჭირდებათ უკვე ახალგაზრდებს ეკლესია. იცით რატო? იმიტომ რომ მათ თვალში ეკლესია არის გადაქცეული არის აკრძალვების ბიუროდ რა. ყველაფერი არ შეიძლება რა. მე კიდე გეუბნებით რა. ეკლესია პირველი არის სიყვარულის ორგანიზაცია უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში რა. უნდა იყოს და არაფერი აკრძალული არ არის ეკლესიაში რა. თქვენ გაქვთ თავისუფალი ნება და თუ იმეს გონია რომ ღვთისმსახურები აკრძალვები არის, ძალიან ხდება რა. ეს კანონებია, ბუნების კანონების მსგავს კანონებია, რომელშიც ჩვენ მირჩევთ ცხოვრებას ან არ მირჩევთ. და აი ეს ხალხი, რომლებიც მე მოვიაზრებ, სადაც ბაზრობ არა ამ შემთხვევაში ჩემს სიტყვაში, ეს ხალხი ეკლესიას მართლაც და აქცევენ თავიანთი ბრევლისთვის და მე ეს ხუისთვის მისაბაძი არის და დაზნაყი არის, ხო? აქცევენ მართლაც აკრძალვების, შეზღუდვების, შუა საუკუნეების სიბნელის უგნებავთ. უსიყვარულობის კერად, სადაც ქრისტე ღმერთი არის სადისტი არსება, მართლაც ასე არის. სადისტი, რომელიც ელოდება მერე ცოდვილებს, რომ დასაჯოს მე ჯოხეთში ეს ცოდვილები რა. აი ამ ღმერთს ხადაგებენ ეს ხალხი ქრისტეს, აი ამგვარად ხადაგებენ ეს და ვის მოუნდება სასტიკი, სადისტი ღმერთი? ვის მოუნდება? არც არის ხალხო ასეთი. ამაზე ნათელი, ამაზე ამ ღმერთის გამო იტანჯა წმინდა გიორგი, ამგვარ ღმერთის გამო, რომ ეშინოდა რომ არ დაეცით და ამიტომაც აქ არჩია დასჯა? ამ ღმერთის გამო იტანჯა წმინდა გიორგი? როგორ გეკადრება? ამაზე ნათელი, ამაზე ჭეშმარიტ, ამაზე დიდი სიყვარულის მომტანი, რაც არის იესო ქრისტე, სხვა არ შეიძლება ეს რომ იყოს. მაგრამ სწორედ აი ამგვარი ადამიანების გამო იესო ქრისტეს ცილს წამებენ და მის მოძღვრებას ამახინჯებენ რა. დღეს ულოცავენ გიორგობას ერთმანეთს. შეგეწიოთ გიორგის მადლი, ეუნებიან ერთმანეთს და გაგებაში არ არიან, რასაც უნდა ქონა წმინდა გიორგის. მათ გონიათ რომ მათ და გიორგის ერთი და იგივე სარწმუნოება ჰქონდათ. არავითარ შემთხვევაში რა. მაგრამ რა ვქნათ? ეს წუთსოფელი არის და მათზე ეს გავლენა იმ გარე, ძლავრი, ბოროტი წუთსოფლის გავლენა არის. თვითონ ვერ გაუაზრებიათ ეს, მაგრამ რა ვქნათ? ეს მდგომარეობა არის და ეს შეიძლება ითქვას სამწუხარო მდგომარეობა არის შეუქცევადი პროცესი ჩვენს ეკლესიაში. შეუქცევადი არის. მე გარწმუნდი ძალიან ცოტა ხანში ეს პროცესები მთლიანად მოიცავს ალბათ ეკლესიას და ცოტა ხანში
აი ამ კედლებში არავინ აღარ იქნება. მე მაინც ამ ეკლესიას არ გულისხმობ. მე გულისხმობ ეკლესიას მთელი სივრცით. 20 წელიწადში, აი ყველაზე დიდი დრო. თუ ასე გაგრძელდა ეს ყველაფერი რა. იმიტომ რომ კიდე გეუბნებით ამ 21 საუკუნეში ასე უსიყვარულოდ ისედაც ბევრი პრობლემა აქვს ადამიანს, ისედაც ბევრი დაპყრობა აქვს, რომ არ იყოს ადამიანი ქრისტიანი, ხალხო დაუგვირდით რა. ისეს უამრავი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი არის, რომ არ იყოს ადამიანი ქრისტიანი რა. საკუთარი ბუნებიდან დაწყებული, რა ქვია, მოუცლობით დამთავრებული. უამრავი მიზეზი არის. და კიდევ რომ თვითონ ეკლესია თვითონ თავის თავს ამგვარად წარმოაჩენს და ამგვარად მოძღვრებას წარმოაჩენს, რომ ქრისტე არის სადისტი, სასტიკი მეფე და ბრძანებელი ღმერთი, რომ ელოდება ეხლა ცოდა და მე მოყვაჭრება და დაგიჭი მერეა რა. კიდე ასე უსიყვარულოდ რაცხს და ცილს წამებს ეს ეკლესიის სწავლულებს ზოგიერთი ქრისტეზე და მოძღვრებას აუკმართებენ ამგვარად თავარ ცნებას, სიყვარულის ცნებას. კიდე იმას დამატებული ის რომ ისედაც ვაგულებ მოხდა აი ეს დაემატება უკვე რა თქმა უნდა თავის ამ მდგომარეობას ამით ამართლებენ რომ აჰა არ მინდა ეკითხეთ ბატონო წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი ძახის ქრისტე არა და რა წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი არა მოვედი მართალთა სახმობად არამედ ცოდვილთა სინანულად ეს არის მისი სიტყვები ამაზე კი არ ამაყენებენ ყურადღებას აი ეს უნდა ჩვენგან ბატონო ქრისტეს ეს წყალობანება ჩვენი და არა მსხვერპლი ცოდვილთა სინანულად მოვიდა იესო ქრისტე ანუ ჩვენთვის ხო ჩვენთვის ხო ჩვენ ვიშველოს ჩვენ ჩაგვიხუტოს მოგვისყვარულოს გადაგვარჩინოს უყვარვართ ღმერთს ჩვენ და არ ვემეტებით დასაჯელად ამას არ გადაგებენ ხადაგებენ სხვა რაღაცას. ამიტომაც ძალიან დაშორებულები არიან. წმინდა გიორგის, კონსტანტინკას, ღვთისმსის შენებას არის ქართული თავრისა. რომელიც დიდ მოწამედ არის შეაწყო ჩვენი ეკლესიის მიერ. სწორედ აი იგივე მოტივაციის და იგივე ცნობების გამო რაც წმინდა გიორგი. და შეგვეწიროს მათი მადლი და ვახსოვდეს და შევისწავლოთ ჩვენი სარწმუნოება, რომელიც არის ძალიან თანამედროვე. დაუკვირდით ასე, თანამედროვე არის. თანამედროვე იმიტომ არის, რომ ღმერთია თანამედროვე ყოველთვის და მისი მცნები ყოველთვის თანამედროვე არის. და სიყვარულია ყოველთვის თანამედროვე, არ ცვდება და არ კრება სიყვარული. ამიტომ არის ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე, ძალიან თანამედროვე და ამას დანახვა უნდა, გაგება უნდა და შეყარება უნდა ყველაფერს. დაინახეთ ამაზე ნათელი, ამაზე ჭეშმარიტი, ამაზე ბედნიერი სარწმუნოება არ არსებობს დედამიწის ზურგზე, ოღონდ დანახვა უნდა ამას და საკუთარ ცხოვრებაში გატარება უნდა. და დაინახა, ამ ცხოვრებაშივე დაინახა, როგორ ხარისხობრივად შეიძლება თქვენი ცხოვრება. იმიტომ რომ ჯოხეთის და სამოთხის მშენებლობა იწყება აქედან, სამხორჩი ხარ. თქვენს გულში არის სამოთხეც და შეიძლება იყოს ჯოხეთიც რა. იქ უბრალოდ ამ ყველაფრის სრული რეალიზება ხდება. თუმცა გავალთ მარტივობაში. აქედან ვიწყებ ამ ყველაფრის შენებას და თუ ამ ნათელ სარწმუნოებას გავეცნობით, ამით ამით ვიცხოვრებ კიდეც. ჩვენ აქვე დედამიწის მკვიდრნი შევიგრძნობთ. რა არის სიხარული, რა არის ბედნიერება, რა არის სიყვარული. მართალია იმ ნამსხვრევებს იდეალური სიყვარულისა და ბედნიერებისა რაც გველის წინ, მაგრამ ისიც კი იმდენად ეფექტურია და მრავალმისმომცველი არის აი ეს ნამსხვრევები აქ, რომელიც თქვენ შეგიძლია თქვენი გულით იგრძნოთ, რომ ღირს დათმენა სხვა რაღაცეებისა რა, ღირს. ღმერთმა დაგლოცოთ და წმინდა გიორგი იყოს თქვენი მლოცველი, თქვენი მეოხი ღვთის